მე ბატონ რომან გოცირიძეს პათოს შეუერთდები და ნამდვილად იგივეს ვფიქრობ მინისტრთან დაკავშირებით, რომ იგი იყო უბრალოდ ძევალი ვითარებისა და ახსნი რატომ. კი ანუ გონია დაზუსტებით ვიცი ხახნო და მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველ ტურში ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში წააგო 15,000 ხმით დაახლოებით. 15,000 ხმით დაახლოებით ჯამურად ოპოზიციასთან მიმართებაში. ამის შემდეგ მეორე ტურში ჩამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი მოქმედი გახარია, რეალურად დაიდობინა მან ზუგდიდში. და თქვენ ხედავდით მას ტელევიზიით ძალიან ხშირად იგი ითავსებდა პრაქტიკულად გუბერნატორის და არ ვიცი შტაბის თანამდებობას და შემდეგ, ხო? ნუ იმას აღარ ვახსენებ, რომ განაწყენებულმა ივანიშვილმა მოქმედი შტაბის უფროსი გოგია ყოფილი ზუგდიდის მერი რომ ციხეში გაუშვა პირველი ტური ასე რომ წააგო ამის გამო. დაიწყო არანორმალური რეპრესიები ქალაქ ზუგდიდში ხახთ. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და თქვენს ქართული ოცნების დეპუტაციას მოგმართავთ. გეყოლებათ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და კითხეთ. თუნდაც თქვენ მხარდაჭერებს და გულახდილად გიპასუხებენ, რას ჰქონდა ადგილი იქ. მონადირეებიდან დაწყებული, მეთევზეებით დაძელებული ბატონი გახარია ხვდებოდა ამ ადამიანებს. ერთი წუთი თუ შეიძლება. ეს მითქვა. აი მოქმედი სკოლის დირექტორი თუ შეიძლება მაცადეთ, ჯერ გაუგებარი აქ რატო ხართ წარმოდგენილი მე მგონია კოლეგა ბრძანდებით და ვინ თუ არა თქვენ უნდა გძნობდეთ ყველაზე მეტად თქივოს ქალბატონი ია კერძაიას მიმართ, ეს ერთი. მეორე ამის შემდეგ ხახნო ცოცხალი ია კერძაია, ქალბატონი ია კერძაია საუბრობდა ეთერში, რომ მასთან მივიდა ადამიანი და უთხრა პირდაპირ რომ პრეტენზია ქართულ ოცნებას შენთან მიმართებაში აქვს შემდეგი, რომ არ ხარ ჩართული არჩევნებში, საერთოდ არც იკითხარო და არც აკითხარო. უნდა ჩაერთო და ამას საუბრობს თავად ქალბატონი ია კერძაია, ხო? შენ თუ არ გინდა ჩართო, ვინმე გამოყავი სკოლიდან და იმას გადააბარე ეს მიმართულება. უარი უთხრა ქალბატონმა ია კერძაიამ და აი ამის შემდეგ, ეს ნოემბრის დასაწყისი, ანუ პირველი ტური მოლეულია და დაიწყო ის რაც დაიწყო. ეხლა ეჭვი არ მეპარება რომ ეს წერილი არის შედგენილი, საერთოდ არ მეპარება ეჭვი რომ განათლების სამინისტროში არ იქნება შედგენილი ეს წერილი, რაღაცა საოცარი წერილი, ხო? სად როგორ ეს გაირკვევა? ბატონო მინისტრო, ეხლა რამდენიმე საათში თბილისში რო გააგზავნეთ ინსპექტორების ჯგუფი. არ შეგეძლოთ ზუგდიდში თქვენ ხო გაქვთ რესურს ცენტრი, ხო? ეკონომიაც იქნებოდა დროის, ფინანსური, მათ მოეხდინათ მოკვლევა. ადგილზე და თუნდაც ხო შეიძლება, მაგრამ არ ენდეთ, იმიტომ რომ დრო არ ითმენდა. ან უნდა მოგექციათ ეს ქალბატონი, წყონებული ია კერძაია, თქვენ მხარდაჭერა და ჩაგერთოთ რუტინაში საარჩევნოდ, ან უნდა გაგეთავისუფლებიათ და გაათავისუფლეთ კიდევაც. თქვენი ხელით ქალბატონი გათავისუფლებული იყო, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ არ ახსენეთ დასაწყისში. დიახ, სარეკომენდაციო ხასიათი ქონდა, თუ რა ქონდა, თქვენ გაათავისუფლეთ, თქვენ ხელი მოვაწერეთ და ქალბატონი ია კერძაია გაათავისუფლეთ, ხო? და ადამიანი დიახაც, აი ამ ყველაფრის ფონზე დაავადდა და მძიმედ და ვერ გაუძლო, ყველა ვერ უძლებდა და რატო გიქვით? ფართო კონტექსტში შევხედეთ, არ გვინა ხავს ეს სკოლის დირექტორის მიმართად, აი ერთ-ერთს უბრალოდ ვინც თქვა, სულ რაღაც გუშინ წინ გურჯაანის გამგებელი თუ მერმა როგორ გააგდო მისი თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ოპოზიციონერი? ხო მოვისმინეთ, იყო ამის აუდიო ჩანაწერი. არ გვინა ხავს უამრავი ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, რომ ეს ხდებოდა? და ხახნო თუ ეს ხდებოდა, თქვენივე თავმჯდომარესო დავესესხოთ, აი კობახიძეს, ხო? ხო. ის ადამიანები თუ კი ჩადიოდნენ რიგი თანამდებობის პირები, ხო? ეს რას ნიშნავს? ჩვენ ხო თანხმდებით, თქვენ ჩვენზე ბევრად უკეთესები ხართ, ხახნო. თუმცა ეს ადამიანი თქვენი მეგობარი და უფროსი ამბობს, რომ თუ კი ცუდები იყვნენ, ეხლა კარგები არიანო. იქნებ გამოსორდე კიდევაც, ეს ერთი. და თქვენ მაინც როგორ მეუბნებით, ხახნო, ერთ რაღაცას შეგახსენებთ, რა რახან აი ეს ფორმატი აირჩიეთ თქვენ განსაკუთრებით. ამ შენობის წინ ორი შვილმოკლული მამა არის თუ არა კარავში, ხახნო? თქვენ ხო ჩვენზე ბევრად კარგები ხართ. ხო ხართ, ფაქტებით არ ვიდაოთ რა ამას გადაწყვეტს ხალხი. ფაქტია, ეს ერთი მაგრამ კანონზომიერება ისტორიული შემდეგ რამეს გვასწავლის და გვარნახობს, რომ
ადრე თუ გვიან იაკერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე. მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე. სარალიძეს ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგლიანმა გაიმარჯვა და რობოტაციმ დასშემდეგ. არ ვიკამათოთ ამაზე, მით უმეტეს ჩემთან და არაერთხელ დამიფიქსირებთ ჩემი პოზიცია, მაგრამ თქვენ ხო ჩვენზე უკეთესები ხართ. თუ ვინმეს ჯერა, რომ ეს რეალური ასე თქვათ, შეცდომა იყო და მინისტრმა ეს უბრალოდ არ იცოდა, კი ბატონო, ღმერთმა გაგიმარჯვოთ. მე ვამბობ, რომ მინისტრმა განათლების ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან. რომ დაეჩქარებია ეს. ეხლა რას იფიქრებდა განათლების მინისტრი, რომ ეს ქალბატონი გარდაიცვლებოდა, მაგრამ მაპატიეთ ეხლა. ეხლა რომ მკითხოთ, ხო პოსტფაქტუმ, ეხლა უფრო მძიმე დანაშაულში ხართ თქვენ. რატო იცით? იმიტომ რომ შეცდომა შეიძლება მოგივიდეთ და არ არის ტრაგედია, შესაძლებელია შეცდომის დაშვება, მაგრამ აი შეცდომაში გაჯიუტება უკვე ნამდვილად არის ტრაგედია. თქვენ უბრალოდ აი რა გითხრა, არც კი უშვებთ იმას, რომ ეს იყო რეპრესია. ეს იყო დადგმული შინაგან საქმეთა სამინისტროს სულში ოპერაცია. არც კი უშვებთ. მე გეუბნებით ეს ასე იქნება. აუცილებლად განა მინდა ეხლა გეტყობა და არ ვარ ცუდად, მე უფრო ჭექარე გამოსვლა მოგისმენია ჩემი და ემოციური არ ვარ, იმიტომ რომ გძნობ ზუსტად რას გძნობ თქვენ გულში. არ გძნობთ კომფორტულად თავს. არ გძნობთ და ეხლა ბეკესაუბრო რა თქმა უნდა თქვენი ოჯახის წევრებიც დარდობენ ალბათ და მეგობრები, მაგრამ ამ ფაქტს რა უყოთ ხახნო იმ ქალბატონიას ოჯახის წევრებს. ყველაფერი ხელის გულზე დევს. ამას ვერ გავექცევით. და კი ბატონო, ეხლა ხვალ ზეგ ბაზეგ არა 4-5 დღეში პირობითად აუცილებლად დადგინდება ეს სიმართლე და ძალიან ბევრ მაღალი თანამდებობის პირს ეგონა რომ მუდმივად იქნებოდა ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა და თქვენ ამას ვერ ვიგებთ. თქვენ რატო გონიათ? ან გახარიას რატო გონია? ან ივანიშვილს რატო გონია, რომ ეს ასე არ იქნება და გამონაკლისი იქნება. მე ერთ რამეს გთხოვთ რა, ან მართლაც გაბედეთ და უბრალოდ ეცადეთ, რომ გაარკვიოთ თქვენ კოლეგა გახარიასთან და მე მჯერა ეს ადამიანი ვისგან თქვენ ზარი მიიღეთ, ვინ არის ეს ბატონი, ვისი სახელი და გვარითაც თქვენ წერილი მოგწერეს. გაარკვიეთ, არ არსებობს ხახო ეს ადამიანი რა, ბუნებაში არა, ვიღაცამ ხო დაწერა ეს წერილი. არ არსებობს. ამიტომ არჩევანი მართლა თქვენზეა რა, აქ ეხა არავინ თუ გგონიათ ეხა ბეკაკ რომ ნიშის იმდენი პრობლემა გაქვთ, იმდენი დამოკლეს מחული კიდია თავზე, დღე რო იწყება, არ ვიცი რომელ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ თქვენთან მიმართებაში. ეს მართლაც ისე შემთხვევაა, სადაც არავინ არ ცდილობს პოლიტიკურ მანიპულაციას და ქულების დაწერას. დიახ, მით უმეტეს იმ დარბაზში, სადაც ბაჩანა შენგელიაა და თუ ვინმე არ გზობს თავს კომფორტულად არის ბაჩანა, მაგრამ ვერ მოისმინა ამ ადამიანმა, როგორც დანარჩენმა საქართველოს, ვერაფერი დამაიმედებელი და მანუგეშებელი თქვენსგან. და ბოლოს ვითის დავიწყე ესე დავამთავრე. ჩაბრძანდით ხახო ზუგდიდში და თქვენივე პარტიის წევრებს, აი ეს ერთ-ერთი საუბრით, კითხეთ რეალურად რა მოხდა თქო. და გაიგებთ, აი თქვენ ბატონო მინისტრო, ან თქვენი მოადგილე მიავლინეთ. უბრალოდ იკითხოს ქალაქში, რაიონში. და გაიგეთ, ჩემი და ჩვენ თუ არ გჭირათ, ესე მაინც მიიღეთ ზუსტ პასუხს.